გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მსოფლიოში ყველაზე დიდი IQ-ს მქონე 15 ადამიანზე. თუმცა მანამდე რამდენიმე წინადადებით შევეხოთ თავად IQ-ს. ზოგადად IQ არის ადამიანის ინტელექტის განსაზღვრის საშუალება. ზოგს სწამს, რომ IQ-ზე გავლენას მემკვიდრეობით მიღებული გენები ახდენს. ზოგიც ფიქრობს, რომ აქ გენებზე მეტ როლს თავდაუზოგავი შრომა თამაშობს. თუ რომელია სწორი, ამას ამ მომენტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ცხადია, რომ გენეტიკა და გარემო ფაქტორები დიდ როლს თამაშობს IQ-ს განსაზღვრაში. მათი ხვედრითი წილი IQ-ს ჩამოყალიბებაში დიდი ხანია კვლევისა და დებატების საგანია. ინტელექტის კოეფიციენტი, ანუ IQ, არის ქულა, რომელსაც პირი იღებს ინტელექტის შემფასებელი რომელიმე სტანდარტიზებული ტესტირების სისტემის ერთ-ერთ კითხვაზე მის მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე. თვითონ ტერმინი IQ დაამკვიდრა გერმანელმა ფსიქოლოგმა ვილიამ შტენრიმ. ამ ტერმინით იგი აღწერდა ბავშვების ინტელექტის ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციის სისტემას, რომელიც 1912 წელს გამოაქვეყნა თავის წიგნში. ფრანგმა ფიზიოლოგმა ალფრედ ბინემ, ვიქტორ ანრიმ და თეოდორ სიმონმა 1905 წელს გამოაქვეყნეს ბინ-სიმონის ტესტი, რომელსაც იყენებდნენ ეგრეთ წოდებული ჩამორჩენილი ბავშვების უნარების გამოსარჩევად, მათი თანატოლებისგან. ტესტის შედეგები: ქულები განსაზღვრავდა ბავშვის მენტალურ ასაკს, ტესტირება ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებს და დადგენდა თითოეული ასაკის შესაბამისად განვითარებული ბავშვების ტიპიური საშუალო ქულა. ტესტირების მიღებული შედეგები შეადარეს და დაადგინეს ეგრეთ წოდებული გონებრივი იგივე მენტალური ასაკი, რომელშიც ბავშვის ინტელექტუალური აქტივობა იმ საშუალო ასაკით გამოიხატება, რომელშიც ნორმალურად განვითარებული ბავშვი განსაზღვრულ ქულას იღებს. მაგალითად 6 წლის ბავშვი, რომელიც თავს გაართმევდა საშუალო 6 წლიანებისთვის დაძლევად ყველა დავალებას, მაგრამ ვერაფერს ამის მეტს, ჩაითვლებოდა მისი ქრონოლოგიური ასაკის შესაბამისი მენტალური ასაკის. ანუ თუ ბავშვი 6 წლის იყო, მისი მენტალური ასაკი იქნებოდა 6.5. აქვე აღვნიშნოთ, ქრონოლოგიური ასაკი არის დაბადებიდან გასული წლების რაოდენობა. მაშასადამე სწორედ გონებრივი ასაკი გვიჩვენებს თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები მის ასაკსა და ფიზიკურ განვითარებას. რომ შევაჯამოთ, IQ სხვა არაფერია თუ არა ქულა, რომელსაც ადამიანი რამდენიმე სტანდარტიზებული ტესტის გაკეთების შედეგად იღებს. ის არის ინტელექტის რიცხობრივი, სტანდარტიზებული საზომი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენი ინტელექტის დონეს. თავდაპირველად IQ გამოითვლებოდა გონებრივი ასაკის, MA-ს შეფარდებით ქრონოლოგიურ ასაკთან, CA და გამრავლებული ასზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადამიანის ინტელექტის დონე მხოლოდ IQ-ს ტესტების გაკეთებით არ განისაზღვრება. ახლა კი მსოფლიოში 15 ყველაზე დიდი IQ-ს მქონე ადამიანი. ალბერტ აინშტაინი 160-დან 190-მდე, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეული როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. მას არაერთხელ უწოდეს გენიალური ტვინი. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში, 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრისა და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. აინშტაინის IQ-ს ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა მკვლევარები მისი ნაშრომების ღრმა ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ფიზიკოსის ინტელექტის კოეფიციენტი 160-დან 190-მდეა. სტეფან ჰოკინგი 160. ამ ადამიანს ალბათ წარდგენის გარეშეც ყველა იცნობთ. სტეფან ჰოკინგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერია, ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი, პროფესორი. ჰოკინგი 12 საპატიო სამეცნიერო წოდებისა და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების ნაციონალური აკადემიის წევრი გახლდათ. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, კემბრიჯში. მისი ერთ-ერთი წიგნი, დროის მოკლე ისტორია, გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და 20 წლის განმავლობაში მისი 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცის და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. იუდიტ ჰოლგარი 170.
იუდიტ ჰოლგარი პირველი ქალია, რომელმაც ჭადრაკში პირველი ადგილი აიღო. ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ. იუდიტი, როდესაც 15 წლის, 4 თვისა და 28 დღის იყო, შეასრულა გროსმაისტერის წოდების მისაღებად აუცილებელი ნორმა. ამით იუდიტმა ბობი ფიშერის რეკორდი დაამხო, რომელმაც გროსმაისტერობის მისაღწევად 1 თვით მეტი დახარჯა. 17 წლისამ დაამარცხა გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, ვიშვანატან ანანდი და მაგნუს კარლსენი. ფილიპ ემეგვალი 190, ნიგერიელი ინჟინერი, პროგრამისტი, მათემატიკოსი, გეოლოგი. ფილიპმა სკოლა 13 წლის ასაკში დატოვა ბიაფრანის ომის გამო. თავდაუზოგავი შრომისა და გაძლიერებული სწავლის შედეგად მას შეძლო და მიიღო მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში, გარემოს დაცვის ინჟინერიასა და საზღვაო ინჟინერიაში. თუმცა წარმატების მისაღწევად მას უწევდა გამუდმებული ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რისი მსხვერპლიც ხშირად იყო. გარი კასპაროვი 194, რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, საჭადრაკო ლიტერატორი და პოლიტიკოსი, ხშირად აღიარებული როგორც ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე. კასპაროვს 11 ჯერ მიენიჭა საჭადრაკო ოსკარი, პრიზი წლის საუკეთესო მოჭადრაკე. 2003 წლის ნოემბერში შედგა მატჩი კასპაროვი დიპ ფრიცის წინააღმდეგ 3D ინტერფეისით. მატჩის წესების თანახმად ადამიანს სპეციალური სათვალეებით უნდა ეთამაშა. დიპ ფრიცს მუშაობდა კომპიუტერზე, Intel Xeonis 4 პროცესორით. კასპაროვისა და პროგრამის 4 პარტიისგან შემდგარი მატჩი 2-2 დასრულდა. მატჩის შემდეგ კასპაროვმა მიიღო 175,000 ამერიკული დოლარი და ოქროს სტატუეტი. დიპ ფრიცს კომერციული მიზნებისთვის შექმნილი პროგრამაა 2003 წელს. მას წამში 4 მილიონი პოზიციის შეფასება შეეძლო. მატჩამდე ანალიზისთვის კასპაროვს გადასცეს ორივე პროგრამის კოპიო. კრისტოფერ ლანგანი 190-დან 200-მდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. კრისტოფერმა 6 თვისამ დაიწყო ლაპარაკი. 3 წლის ასაკში თვითონ ისწავლა კითხვა. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ყველაზე ჭკვიან ამერიკელს. სკოლა წარმატებით დაამთავრა, თუმცა უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა შემდეგი მიზეზის გამო. მე შემიძლია უფრო მეტი მივცე ჩემს პროფესორებს, ვიდრე მათ მე. ეს ადამიანი ბოლო პერიოდში მეტყევედ მუშაობდა. კიმ იუნგ იონგი 210, კიმი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. მან ლაპარაკი 6 თვისამ დაიწყო. 3 წლისას შეეძლო იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე კითხვა. 5 წლის ახსნიდა ყველაზე რთულ მათემატიკურ ამოცანებს. 4 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო 7 წლის ასაკში NASA-ში მიიწვიეს სამუშაოდ. 15 წლის ამ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ფიზიკაში. 1978 წლამდე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგვიანებით დაბრუნდა კორეაში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამშენებლო და საპროექტო დარგში და მიიწვიეს კორეის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში, ჩანგბაკ ნეიშნალ უნივერსიტეტში, სადაც დღესაც მოღვაწეობს. ერთ-ერთ ინტერვიუში კიმიმ განაცხადა, არჩევანი რომ მქონდეს საშუალო IQ-ით ნორმალურ ცხოვრებას ავირჩევდი. კრისტოფერ ჰირატა 225, 13 წლის ასაკში მოიგო ამერიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ფიზიკის დარგში. კრისტოფერი 14 წლის იყო, როდესაც კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღეს. 16 წლის უკვე მუშაობდა NASA-ში პროექტზე კოლონიზაცია მარსზე. 22 წლის ასაკში მიიღო დოქტორის წოდება ასტროფიზიკაში. დღესდღეობით მოწვეული პროფესორია ოჰაიოს უნივერსიტეტში. ასწავლის ასტრონომიასა და ფიზიკას. მერილინ ვოს სავატი 228, მეტსახელად გენიოსი, დაიბადა 1946 წელს. თინეიჯერობის ასაკში მუშაობდა მამამისის მაღაზიაში, პარალელურად წერდა სტატიებს ადგილობრივი გაზეთისთვის ანონიმური სახელებით. 1980 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც იმ პერიოდის მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. ტერენს ტაო 225-დან 230-მდე. წარმოშობით ჩინელი, ავსტრალიაში მოღვაწე მათემატიკოსი. ტერენსმა სახელი გაითქვა მათემატიკურ ოლიმპიადებში ხშირი გამარჯვებით.
კალიფორნიის უნივერსიტეტმა ლოს-ანჯელესში მას მათემატიკის სრულ უფლებიანი წოდება მიანიჭა 24 წლის ასაკში. მას შემდეგ ამ ქალაქში იმყოფება. 2006 წელს მისი წვლილისთვის მათემატიკაში ფილდზის მედლით დაჯილდოვდა. უილიამ ჯეიმს სიდისი 250-დან 300-მდე ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც საოცრად ჰქონდა განვითარებული მათემატიკური და ლინგვისტური უნარები. მისი ცხოვრების განმავლობაში სიდისის IQ მერყეობდა 250-დან 300-ს შორის. ეს კი ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე ყოფილა მსგავსი კვლევის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი ტესტირების მეთოდები განსხვავდება დღევანდელი ტესტებისგან. სიდისმა დაახლოებით 40 ენა იცოდა. წერა 1 წლის ასაკში ისწავლა. 4 წლის კი ჰომეროსს დედანში კითხულობდა. მან 4-დან 8 წლამდე 4 წიგნი დაწერა, მათ შორის ერთი მონოგრაფია ანატომიაში და ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში ჩააბარა ჰარვარდში. აქედან გამომდინარე სიდისი გახდა ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. აინან სელესტ კაული 263. აინანი დაიბადა 1999 წელს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი IQ 263-ია. 7 წლის ასაკში აინანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ურთულეს ქიმიას ფლობდა, კონკრეტული ტესტების მიხედვით. ის 8 წლის ასაკში კითხულობდა ლექციებს ქიმიის შესახებ სინგაპურის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ნახოთ კიდევ რას შემოგთავაზებს ეს ადამიანი. ჯერ სულ ახალგაზრდაა. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.